დღესაც ვისაუბრებთ, ეს არის ბიზნეს იდეის წარდგენის მეთოდოლოგია, რომელიც პრინციპში სტანდარტია ყველა აქსელერაციის და ინკუბაციის და კონკურსების პროცესში რა. რა თქმა უნდა, კრეატივი დაშვებულია, რა თქმა უნდა, შეგიძლია რამოდენიმე სლაიდი ისეთი შემოიტანა, რომელიც ამ ოქროს წესებში არ წერია, მაგრამ აქ რაც წერია, იმის დაკლება არ შეიძლება. ანუ ეხლა ჩვენ რაზეც ვისაუბრებთ, ძალიან გაგვიჭირდება ვინმესო ვთქვათ, რომ ეგრე არა ესე ვიზავ საწინააღმდეგო და კარგი რომ გამოვიდეს. თუმცა რა თქმა უნდა, ჩარჩოებში არასდროს არ უნდა მოიქცეთ, რაღაცები უნდა დაუშვათ, მაგრამ აი ეხლა ერთად შევხედოთ, რომელიმე თემა არის თუ არა ისეთი, რომელსაც იტყოდით, რომ ამას არ გავაკეთებდი, ან ამ თემას არ შევიტანდი, ან ამას არ გავითვალისწინებდი. ძირითადად ეს არის, pitching-ად წოდებული და ყველა ეგრე ეძახის და მოდი დამიფიჩე შენი იდეა და ასე შემდეგ. მზად უნდა იყოთ ყოველთვის როდესაც ხარ სტარტაპი, მოკლედ ბევრი დაფიჩვა მოგიწევს რა, ბევრ ადამიანთან და მზად უნდა იყო როგორც ფორმალური pitching სესიისთვის, რომელიც შეიძლება 5 წუთიანი იყოს და დამატებითი დრო იყოს კითხვებისთვის, ასევე ის elevator pitch-ისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ 30 წამში, 60 წამში, 90 წამში უცებს small talk-ის დროს თქვენი მთავარი სათქმელი უთხრათ და იმ ადამიანს დააინტერესოთ, რომ მე ან გითხრას რომ მოდი გავაგრძელოთ, ეხლა ვისაუბარი, ბართან მივიდეთ და ვისხათ ვინო და ვილაპარაკოთ, ან ვიზიტკა მოგცეთ იმან. შენ რომ ისე მე არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია მისი დაკარგვა და უიხო დამივარდა და всё. ნიშნავანი არის რომ იმას კონდეს ინტერესი, იმან მოგცეს ვიზიტკა, იმან გითხრას რომ მოდი ჩემთან, იმან დაგისვას კითხვები. ეს თუ მოახერხეთ, ესე იგი ჩვენ რაღაცა საინტერესოდ გადავცემთ ჩვენ იდეას. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელსაც კაი იდეა აქვს, მაგრამ უნარები წარდგენის აქვს ძალიან სუსტი და საბოლოო ჯამში არ ფინანსდება, რაც ლოგიკურია და სწორიც არის, იმიტომ რომ ბიზნესის კეთება თქვენ მოგიწევთ, მომხმარებელი თქვენ უნდა დააჯეროთ, ინვესტორი თქვენ უნდა დააჯეროთ, პარტნიორები თქვენ უნდა დააჯეროთ, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უნარი თქვენ გუნდში ვინმეს მაინც გქონდეს. ასევე მინახავს გუნდები, რომელსაც არ აქვთ ეს უნარი და ბიზნეს დეველოპმენტ მენეჯერს ავალია ეს და ის ფიჩავს ხოლმე ან დირექტორს, რომელიც შეიძლება co-founder-ი საერთოდ არ იყოს, ან როგორც key staff-ი აქვს ის 5-10%-იანი წილი, რაც მიღებული პრაქტიკაა, იმიტომ რომ მასზე დგას ბევრი რამე, ხო? ასე რომ გუნდში მსგავსი ტიპი უნდა ყავდეთ აუცილებლად. ჩვენ ვისაუბრებთ რაზე, რომ ნებისმიერი იდეის წარდგენა ორ რამეს მოიცავს. ერთი არის შინაარსი, რასაც ლაპარაკობ და ინგლისურად არის content is king. და აი ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რომ თუ შინაარსი ბანძიგავს, როგორც გინდა გამოპრანჭო, ლამაზ დიზაინერს ჩართავენ ხოლმე და პრეზენტაცია არის ულამაზესი, მაგრამ საუბარის დროს და რასაც ამბობ ციფრია თუ კონცეფცია თუ რაღაცა, ყველაფერი არის სიტყვაზე არასწორი ან არასრულყოფილი, ხო? ამიტომ არის რომ მიწოდება როგორც წარდგენა, დიზაინი და რაღაცა დედოფალია და გამოპრანჭვა სჭირდება, მაგრამ შინაარსი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ერთმანეთისგან რომელიმეს გამოარჩევ და აღმოაჩენ რომ თანამედროვე სამყაროში აღარ ფასობ. მე გაჩვენებთ მე მაგალითებს Airbnb-მა როდესაც აწია თანხა, Dropbox-მა როგორც აწია თანხა და ნახავთ რომ ის პრეზენტაციები მიწოდების კონტექსტში, ვიზუალიზაციის კონტექსტში კატასტროფაა რა, ანუ რავი, რაც სალექციო იმებში რომ ბულითები და რაღაც ჩაყარე ტექსტები და რაღაცა დაახლოებით ეგეთია, მაგრამ სამაგიერო შინაარსი იყო ძალიან მძლავრი. წარმოდგენი იყო ძალიან მძლავრი და შესაბამისად მიწოდება მხოლოდ სლაიდს არ გულისხმობს რა. მიწოდება შეიძლება იყოს საუბრის მანერა, სწორი აქცენტები, სწორი ყურადღების მიქცევა და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ ვიზუალზე არ იფიქროთ მიწოდების დროს. მოკლედ ორი მხარე აქვს შინაარსი და მიწოდება. მიწოდება არის როგორც სლაიდის ვიზუალიზაცია, ასევე თქვენი ვიზუალიზაცია, ასევე თქვენი საუბარი, თქვენი ტონალობა და ასე შემდეგ. შემსავით გაუპარსავი რაღაცა არ უნდა გახვიდეთ და ხშირ შემთხვევაში ეს მოქმედებს. თუმცა ძალიან ბევრი მაგალითია, რომ დაგუგლოთ ყველაზე კრეატიული რაღაც გამოსვლები, შეიძლება პირიქით იმ თემას პირიქით უხდებოდეს, რომ სხვანაირად გამოიყურებოდე და არა casual და business სტილით არ იყო, ხო? აქ გვაქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი რაც უნდა გაითვალისწინოთ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ გააკეთოთ არასდროს და შემდეგ უკვე კონტენტი, რაც სლაიდებზე უნდა ქონდეს წარდგენილი. პირველი რაც აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომც მოძებნოთ ინტერნეტში, ძალიან ბევრი იწყებს ისტორიით. ანუ elevator pitch-ის ლოგიკა ხო ეგ არის, რომ უნდა დააინტერესოთ ძალიან მცირე დროში, რომ იმ ადამიანმა ვაუ რა მაგარია და როგორ აგვარებ იმან კითხოს. იმიტომ elevator pitch-ის დროს შეიძლება საერთოდ არ თქვა როგორ ვაგვარებ.
pitching-ის დროს ტრადიციულ ხუთწუთიან pitching-ის დროს უნდა თქვა როგორ აგვარებ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ახლა რომ სიტუაცია რა თქვენ შედიხართ დემო დღეზე, ხუთი ჟიურის წევრია, ესენი ზოგი თავის ფულს დებს, ზოგი მოწვეული ტიპია, რომელიც ექსპერტული შედეგი უნდა დადოს და ამ ადამიანებს რაღაცა მომენტში გაიქცათ ყურადღება და ჩაძვრნენ მობილურებში და შენ გამოდიხარ სცენაზე და შეიძლება დილობის გამო ამოგხედონ გამარჯვება და ვითომ რაღაცას ინიშნავენ, მაგრამ რეალურად შეიძლება მობილური აქვს ჩადებული, ან ფიქრებით წაიღეს, ხო? ანუ რეალურად შენი მნიშვნელოვანი мотиваცია არის ის, რომ რამოდენიმე წამიროს დილობის გამო ამოგხედავს ისე ემოციურად უნდა მოყვე ის რამოდენიმე წამიანი ისტორია, რომ იმ ადამიანმა დაინახოს, რომ რაღაცა საინტერესო ხდება. ანუ ისტორიაში ზოგადად იგულისხმება ხოლმე რა, რომ ძალიან ემოციურია მაგალითად, როდესაც შენ თავზე ვეყვები და ამბობ, რომ ეს პრობლემა მე გადამხდა, ან სლაიდზე შეიძლება ეს მე ვარ 10 წლის წინ, როდესაც ქუჩაში, წვიმაში მოვყევი გარეთ რაღაცა და ტაქსს ვერ ვაჩერებდი და უცებ გამიელვა, რომ ესე ლოდინს ხوارჯობია თანამედროვე სამყაროში ერთი კლიკით აპლიკაციით location based ყველა ტაქსისტმა გაიგოს, რომ მე აგვდგავარ და ველოდები ტაქსს და ვიღაცამ დამიდასტუროს. რეალოდ Uber-ის ისტორია ხო ეგრე იწყება და ეგრე ყვება ხოლმე, რომ სადღაცას მოვყევი და ასე შენ, ანუ როდესაც შენ იმ სურათში და იმ ისტორიაში ემოციურად აღწერ იმ ისტორიას, რომ აი ესეთი ტიპის მომხმარებლებს აქვს ესეთი პრობლემა, შემოდით. ესეთი ტიპის მომხმარებლებს აქვს ესეთი პრობლემა, უფრო საინტერესო და უფრო მარტივად იგებს მსმენელი. და მე უფრო საინტერესოა ხოლმე და ვა, ეგეთი პრობლემა მეც მქონია, თუ ეგეთი პარალელი გავლო, ან კი კაცო, ჩემ მეზობელსაც ეგეთი პრობლემა, ან კი როგორ არის ჩემ სტუდენტების უმრავლესობას ეგ, ანუ ეს პარალელი თუ გაავლო, უკვე ტიპს აინტერესებს, რომ აბა შე როგორ აგვარებ. თუ უკვე ალტერნატივები არსებობს, ან ბიჭო, არავის არ მოუგვარებია და შე როგორ აგვარებ. ხო, ანუ აი ეს ინტერესი უნდა გააჩინოთ პირველ რამოდენიმე წამში. ითვლება, რომ რავი 20 წამი, 25 წამი, 30 წამი, წუთი თუ წაიღო, უკვე რისკის ქვეშ არის, რომ სხვა თემები ვეღარ მოასწრო. ასე რომ ჩათვალეთ, რომ ბიზნეს pitching-ის პერიოდში სადღაც elevator pitch სტენი, რომ სწრაფად რაღაცა ემოცია გააჩინო და იმ ადამიანს ის ძირითადი უთხრა. აქ რამე კითხვა ხო არ გქონთ? გსმენიათ ხო რაღაც მსგავსი ისტორიები, რომელსაც თითქმის ყველა იწყებს. უბრალოდ ხშირად ხელოვნურად იწყებენ ხოლმე და აი ხელოვნურად ჩათხრილი რაღაცა ისტორია, რომელიც არანაირ ემოციას არ იმოშვება, მაგას მირჩევნია რომ არ დაიწყოთ. და მირჩევნია რომ თქვათ პირდაპირ სათქმელი, რომ ჩვენ ვართ ეს გუნდი, რომელმაც გადავწყვეტეთ ეს პრობლემა. ბევრად უფრო ძლავრი არის, რომ ვართ ამ სფეროს სტუდენტები, რომელიც სტუდენტების პრობლემას ვაგვარებთ. ეგ თქვათ მხოლოდ სიტყვაზე. ან ეგეთი ზოგადიც არა, ვართ სტუდენტები, რომელიც სტუდენტების გართობის პრობლემა. უკვე უფრო კონკრეტულია და ადამიანი მინიმუმ იცის რაზე უნდა ილაპარაკო, ვიდრე აი რაღაცა ისტორია. ეს ელენია წავიდა იქ და არაფერს უარ ყვება რა. ანუ მაგასაც ყურადღება მიაქციეთ, არის თუ არა რამე ისეთი ამ ისტორიაში, რომ ვიღაცისგან ყურადღება წამოვიდეს. შემდეგი რაც არის ის, რომ ეს თემატური რიგითობით რჩევები არ არის, ზოგადად რჩევებია ჩაყრილი. არ შეიძლება პრეზენტაციაზე იყოს ერთ სლაიდზე ბევრი თემა. გამარჯობა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აქეთ მხარეს ან ზედა მხარეს გაქვთ პრობლემა და ქვედა მხარეს solution. რა გამოდის, რომ ერთ სლაიდზე თუ რამოდენიმე იდეა გაქვს, შენ საუბრობ პრობლემაზე და მსმენელი გაიქცა თვალებით იქით და კითხულობს იდეას და უკვე შენი სიტყვების დიდი ნაწილი შეიძლება დაეკარგოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი სლაიდი იყოს ერთი თემა. ხო, სათაური აქვს, რომ ეს არის პრობლემა, პრობლემაზე საუბრობთ, მიყვებით. და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი ამბავი, რომ სლაიდს თუ ქვია პრობლემა, ადამიანს კითხულობს, ეხლა გესაუბრებით პრობლემაზე. ეგეთი შეცდომაც არ დაუშვათ. ანუ არ არის საჭირო, რომ თუ ვიცით, რომ პრობლემის თემაზე გადახვედით, ჯერ ერთი სლაიდზე წერია, რომ პრობლემაზე ლაპარაკობთ და მეორე ისტორია გადააბით ისე, რომ ადამიანი მიხვდეს, რომ უკვე პრობლემაზე ლაპარაკობთ. და არა ის, რომ ეხლა ჩვენ გესაუბრებით ან ონი რო გამოდიან ხოლმე პრეზენტაციის დროს და აი ეხლა გიორგი გააგრძელებს პრობლემაზე საუბარს. არა, ეგეთი რამე არ გააკეთოთ. ლოგიკურად ისედაც მიხვდებიან, რაზე საუბრობთ, თავარია რომ იყოთ ძირითად თემებზე აქცენტირებული. შემდეგი რაც არის და ალბათ პირველი სლაიდი ეს უნდა ყოფილიყო, არის ის, რომ პირველადი შთაბეჭდილება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ისტორიის დაწყებამდეც კი ბევრი ჩაცმულობით იქცევს ყურადღებას, ბევრმა შეიძლება რაღაცა საინტერესო კითხვით დაიწყოს
რომ რავი, რაღაც საერთაშორისო იმას pitching-ზე რო გადიხარ და სამ ჩემ თემას დავიწყებ, თუ იცით ქართულად როგორ არის ესე ვქვია რაღაცა. გამარჯობა რო გაუმარჯოს რო დავუძახა და ხალხი რო რა გაუმარჯოს, ჩემ ხა აქციიდან მოდივარ და შეძახილია და თან რო გადავთარგმნო, მინიმუმ რაღაცა ეფექტს ახდენ. ანუ ხშირად არის მნიშვნელოვანი, რომ ის რაღაც წამიანი ამბავი ეფექტის მოსახდენად, რომ ისაც ყველას ყურადღება შენსკენ წამოვიდეს. დაგუგლეთ, ბევრი საინტერესო კრეატიული ამბავი ჩაცმულობით გაუკეთებიათ. ერთ-ერთი კანადელი გოგო იყო, სტარტაპი ქონდა, რომელიც ყიდა დატუმბულ ჰაერს დიდი ინდუსტრიული ქალაქებისთვის, თავისი მოწყობილობით და გამოვიდა რაღაცა ფეხში შველა, რაღაცა ძალიან ისე ჰიპსტერულად ჩაცმული და რაღაცა რო შემოვიდა იქ ბალი იქ ჩაჯდა ეს რაღაცა ის გააკეთა რამის იოგას რაღაცები. ანუ მუღამი ის იყო, რომ ყურადღება სტანდარტულად გამოსული ბიზნეს casual რაღაცა ჩაცმულობებით იმითი ამითი ხალხის შემდეგ ეგ იყო, რომ რაღაც ყველა ესვინა რაზე უნდა გველაპარაკოს და ბოლოს საინტერესო თემაც გააძრო, ხო? რაღაცა ემოციური შეძახილი, რაღაცა საინტერესო კითხვა, შეიძლება თქვენი სლაიდივე მოიცავდეს რამოდენიმე წამიან რაღაცა ეფექტს, რომელსაც შეიძლება ხმაც ქონდეს პირობითად. ხმის საშუალება ხშირად არ არის ხოლმე, მაგრამ პირობითად თუ შეთანხმებით ნებისმიერი მსგავსი რაღაცა გეხმარება, რომ იმ მომენტში ყურადღება მიიქცი. ბევრი რამით შეგიძლია. რაღაცა ერთ-ორ სლაიდშიც გაჩვენებთ, მე მგონი მაქვს ერთ-ერთ მაგალითი, რომ რაღაცა ისეთი ჩამჭრელი ტრიკი კითხვა დაუსვიათ, რომ ჟიურისაც კი რომ უჩდება, რომ ეგ მეც არ ვიცი. რაღაცა მომენტში, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ბიზნეს თქმის არ იყოს, ტრიუკი უნდა ჩაატაროთ, რომელიც ყურადღებას მიიქცევს რა. ხო გევასებათ ბიზნესა? და აქედა ყველა რეაქციას ემინდა და ბიზნესა. ეს ვიდეოშიც უნდა არ ამოჭრთ. კაი, შემდეგი რაც გვაქვს არის ის, რომ ინვესტორების 99% ამ მომენტში შემიძლია თქვა, რომ თქვენ იდეას არ აფინანსებს. ეძებს კარგ გუნდს, რომელსაც მერე ემუშავება და იმ იდეა შეიძლება 50% გადააკეთებინოს და ან მეტითაც. და იმას სხვა რამე დაინახოს ოშო შენ იდეაში. უბრალოდ გუნდიც რომ მოეწონა, ეგ იდეა არ მოეწონა, მაგრამ ის რაღაც სხვა დაინახოს და ეგრევე გითხრას რომ მაინტერესებს და მე შემოგთავაზებს. ეგეთი ერთი ქართული სტარტაპი არის, ახლა ვიდეოში არ ვიტყვი, რომელსაც ზუსტად ეგეთი რაღაცა იყო, რომ ტიპი ბაზრობდა საინტერესო გუნდით, საინტერესო რაღაცა ინვესტორმა დააფინანსა და პირველივე ხელის ჩამორთმევის რაღაცის შემდეგ სტატია დაწერა თავის ქვეყანაში, რომ ამ სოლუშენის ქონე სტარტაპის დავაფინანსეთო რა ჩვენ პორტფოლიოში შემოვიყვანეთო და ეს სტატია ამა რო ნახა ქართულმა მიწერა რომ ბიჭო ჩვენ მაგას არ ვაკეთებთ და აკეთებთო რა და ვერ მიხვდიო და ერთ კვირაში ჩამოდივარ და ვილაპარაკოთო და აუხსნა რომ ეს ბიზნეს მოდელები ინოვაცია რაღაცა და ამან სპირდაღო არ მიფიქრიო და რო გააკეთეს დღეს ერთ-ერთი ძალიან ძლიერი სტარტაპია ვიდეოს მიღმა შემიძლია გითხრათ ორი სიტყვა მაგას მოკლედ გუნდში უნდა ჩანდესო თქვენ ამის გამკეთებლები ხართ. ანუ მე გიორგი მიუხედავ ბიზნესის ელენე მიხედავს არა. მე გიორგი 12 წელია IT რაღაც პროდუქტებს ვაკეთებს. ეს მარკეტინგს ანუ უნდა ჩადეს ის კიუორდები რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ციფრები თქვენი bla 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 რეალურად შინაარსობრივადაც bla 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 რო არ დაამახსოვრდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს bla 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 გარდაქმნათ ღირებულ საუბრებად და მნიშვნელოვანია რომ ესაუბროთ ბევრი მომხმარებელი კი არა, დიდი ბაზარი კი არა. 350,000 სტუდენტი არა, 350,000 მოსწავლეა საქართველოში. ვიდრე ბევრი მოსწავლეა. ხო, ანუ სხვაობა ის არც ვალიდური ცოდნა არ არის, არც საინტერესო არ არის, არც ისევ კითხვებს იმაშობა და 350,000 ყვირის. ეხლა 350,000 და შენ თუ ამბობ რომ ისეთი იდეა გაქვს რომ მის 50%-ს მაინც ან თუნდაც 10%-ს მაინც თვეში 10 ლარად რაღაც რომ მიყიდო უკვე ქართული ბაზრისთვის საკმაოდ სუყე ბრუნვა. ხო, ანუ უკვე ის ინვესტორი ხო ეგრევე ციფრებზე გადადის, ხო? ამიტომ რაღაცა ციფრები რომელიც ბევრად უფრო მეტყველია ვიდრე კი აი ზრდა გვაქვს ბოლოს ამ თვეში სერიოზული ზრდა გვაქვს არაფერს არ ამბობს შენთვის სერიოზული შეიძლება იყოს 5%-იანი ზრდა და ის შეიძლება 150%, 1000%-იანი ზრდა შეიძლება ხო არ ვიცით ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გადაიტანოთ ციფრებში და ხშირ შემთხვევაში რაღაცა დიდი შეიძლება იყოს დიდად ციფრი ქვეშ წვრილად რაღაცა რაზე საუბრობს და ბევრი ისაუბროთ მაგას
50%-იანი ზრდა და მე ისაუბროთ, რომ ფინანსებში კი არა, ფინანსებს ვაფშე ვერ აგენერირებთ ჯერ, მაგრამ თურმე სოციალურ ქსელში თქვენ აქტივობას 50%-იანი ზრდა აქვს weekly by სიტყვაზე, ხო? ანუ რაღაცა ეგრე რომ შევხედოთ. რაც არ უნდა გააკეთოთ, პრეზენტაცია, რომელშიც არის ძალიან ბევრი bullet point-ი, მე ვაგვარებ პრობლემებს, ამას, ჩემი solution-ი მოიცავს ამას, არა. ძირითადები აიღეთ, ძირითადებზე გააკეთეთ აქცენტი და ეს არ მოიშველიოთ, რომ ხო სტრუქტურულია, ხო ლამაზია. მე რო გაჩვენებთ მაგალითებს, ნახავთ, რომ გქონდათ ეგეთი. აი მაგალითად Dropbox ქონდა ზუსტად ეგეთი bullet point-ები. ჩემ ერთ-ერთ სტარტაპის მაგალითს გაჩვენებთ, JIT-ას 750,000 ლარიან საგრანტოზე ქონდა გატანილი და მეც მქონდა გამოტანილი, მაგრამ რატომ მქონდა მე გამოტანილი, გეტყვით და რატომ მქონდათ იმათ გამოტანილი, იმიტომ რომ იმათ ძველი რავი წლების წინ და მაშინ ესეთ ვიზუალებს რაღაცებს ყურადღებას არ იქცევ. bullet point-ების თავარი პრობლემა რაც არის რომ ყურადღებას იქცევს. შენ პირველზე ლაპარაკობ, ის მესამეც და მეოთხეს უყურებს რა. სულ რო ანიმაცია ქონეს, ერთი შემოვიდა, მეორე შემოვიდა, რაღაცა დამღლელია ბევრი ინფორმაციის მიწოდება. კრიტიკული უთხარი დაანჩენი სიტყვაში მოიხმარიე რა. შემდეგი რაც არის, არ უნდა იყოს გრძელი პრეზენტაცია, იმ 5 წუთი თუ გაქვს 5 წუთში ბლა კი არ უნდა ეტეოდე, კარგად უნდა ეტეოდე თავისი შეჩერებებით, ემოციური პაუზებით, რაღაცა მომენტში თვალით კონტაქტი ხო გამიგე რას გეუბნები და 2 წამს რო გაძლევ. შე თუ ბევრი რამის თქმა გინდა და ვეღარ ვიჭერ ამ კონტაქტს, ხო? ასე რომ ზოგადად რა არის, რომ სტანდარტი არის 5 წუთი. სტანდარტი რა უმრავლეს შემთხვევაში არის 5 წუთი ბიზნეს პიჩები, მაგრამ არის სესიები, სადაც 3 წუთია, ძალიან იშვიათად არის, ოდესაც 6-7 წუთს აძლევენ ხოლმე, მეტი არ არსებობს. სლაიდებზე ყველა თემა, რაც უნდა გაჩვენოთ, თითო დაუთმოთ, რაც ლოგიკურად ჩატევადია, 11 სლაიდამდე გამოგდით. მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ მაგალითად ჩემი solution-ი და 2-3 სლაიდზე წკავ და ვიზუალი რო იცვლება და რაღაცა აქ ამოფრო ეს კლიენტის მხარეა, ეს ბიზნესის მხარეა და მაგ დროს შეიძლება 2-3 სლაიდი დაგჭირდეს ხოლმე. როდესაც ეგრე აკეთებ, მაქსიმუმ 20 სლაიდამდე ახვიდე. ანუ სტანდარტული ბიზნეს pitching-ი ამას მოიცავს. თუმცა არის ხოლმე მომენტი, რომ შეგარჩიეთ და მე 5 კაცს შეგახვედრებთ უკვე ცოტა დიდ გაფართოებულ რაღაცა და იქ შეიძლება ტიპებმა 10 წუთია, 15 წუთი და 20 წუთი მოგცეთ და იქ უკვე ბიზნეს pitching ხდება. ეს არის უკვე სტანდარტული ბიზნესის პრეზენტაცია, სადაც შეიძლება ბევრად მეტი ტექსტი და Excel-იც კი გაშალო და ასე შემდეგ, ხო? არ წაიკითხოთ სესიების უმრავლესობაზე ნახავთ, რომ წინაც ეკრანია ხოლმე, უკან დიდი ის, რომ ესაც კი არ გააკეთო. მაგრამ როდესაც ხედავ რომ სტანდარტულად აქ არის მხოლოდ გაშვებული, შენ ეს სლაიდები ისე ზეპირად უნდა ქონდეს, რომ გახედე და все უკვე იცი რაზეც უნდა ილაპარაკო. ხო, მაქსიმუმ იმიტომ გახედე, ხო აი ამაზე გელაპარაკები და ისე ყურადღება აქეთ, ანუ თვალი აქეთ, ეს იცი, საუბრობ მხოლოდ ამის შესახებ, არაფერ სხვაზე არ ხტები. ტექსტი ბევრი და სურათი ცოტა არ მოსულა, სურათი დიდად და ან keyword-ი დიდად და ციფრი დიდად და პატარა ტექსტი და ასე შემდეგ, ეგ არის ყოველთვის ყველაზე მისასალმებელი. მოუმზადებელი არ მიხვიდე, მით უმეტეს ამ სლაიდზე შეიძლება 1000 კითხვა გაჩნდეს და მაგიტო შენ კი გონია რომ რაც წერია მაგაზე ლაპარაკობ და მეტი რაღა უნდა გაჩნდეს, მაგრამ აი რო წარადგენ მეგობართანაც კი რომელმაც საერთოდ არ იცის რაზე აკეთებ, იმას კითხვები უჩნდება და ჯობია 1-2 ეგეთი სესია გააკეთოთ, რომ კითხვები იცოდეთ რა გაჩნდება, რომ იმაზე მოემზადოთ. აღარ ვლაპარაკობ, ხშირად მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ არა სტარტაპების შემთხვევაში, არამედ სტუდენტებთან როდესაც ვმუშაობ ხოლმე, რომ რაღაცა სლაიდში შეიძლება რაღაც ციფრი ქონეთ მოტანილი. იმიტომ ინტერნეტიდან გადმოწერეს პირობით. და შე რო გიჩნდება, ეგ რას ნიშნავს და არა ხო ეგ ისე ჩავს, უკვე არასწორია, ხო? ანუ ეგეთ რაღაცებსაც რომ მივაქციოთ ყურადღება. ეხლა რაც შეეხება, კაი, ვიზუალზე მე მგონი კითხვები, გაქვთ კითხვები ვიზუალზე. ცოტა მეტად კრეატიული, ცოტა მეტად ლამაზი, ფერი, რაღაცა თანამედროვე სამყაროში აღარ არსებობს მაგის პრობლემა, იმიტომ რომ Google Slides აიღებ თუ Microsoft-ის PowerPoint-ს აიღებ, template-ები აქვს პირდაპირ. ადგებით და იმ template-ებს აიღებ და მინიმუმ იცი რომ რაღაცა background-ი და რაღაცა header-ი და რაღაცა გაქვს და იმ ტექსტებს ამოცვლი რა. აღარ ვლაპარაკობ ცოტათი სკილი თუ გაქვს ეს digital literacy-ს რომ მოძებნოთ პრეზენტაციის template-ები და იმას მოარგოთ, ხო? ცოტა უფრო ლამაზი, მაგრამ არ ძალიან გადამლაშებული არ უნდა იყოს. ხო, რაზე გვაქვს ახლა აქ საუბარი, სად ვიყავი? ძირითადად აი ამ თემებს მოიცავს, ამ 5 თემას იწყებთ აი მე elevator pitch-ით რომ ის პირველად შთაბეჭდილება მოახდინოთ, რაღაცა ისეთი მოყვეთ, რომელიც ძირითად ინფორმაციას ინვესტორს მიაწვის და იცი რომ აი ეგ არის რა და ის უკვე ყურადღებით ჩვენსკენ არის ამ პრეზენტაციებს ხო გიგზავნით. თიმი შეგიძლიათ დასაწყისშივე ჩასვათ ან ბოლოში,
ანუ მაგასაც თავისი სტრატეგია აქვს ხოლმე. არის ხანდახან რომ იმდენად საინტერესო გუნდია და ამ გუნდის ისტორიიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, რომ შეიძლება თავშივე ჩასვათ და დაიწყოთ თქვენზე საუბარი, რომ ამდენი წელი რომ ამ სფეროში ვიყავით, მივაგენით იმას, რომ ჩვენვეც კი გვიჭირდა ეს, ან იმდენი რესურსი დაგვიგროვდა ამ სფეროში, რომ აი რაღაცა თქვენ ისტორიას რო აბავთ და მე რიმაშევით ხშირად კარგია რომ შენ გუნდზე ლაპარაკობ. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მე მაინც მივესალმები, რომ ყვები elevator pitch-ით პრობლემას ასახავთ, მე რა პრობლემა, რა solution-ი, რაღაცა და ბოლოს ამბობ, რომ ამ ყველაფრის გამკეთებლები ვართ ჩვენ და ყვები თქვენზე რა. თუმცა არ არსებობს ესეთი წესი, რომ ბოლოს უნდა იყოს თუ თავში. ბევრჯერ მინახავს, რომ გუნდი ყვება თავის თავზე, იმიტომ რომ კაი ბექგრაუნდი აქვს თემატური და ღირსო ეს გააკეთეთ. პროდუქტის ნაწილში ლაპარაკობთ პრობლემაზე, ლაპარაკობთ solution-ზე, ლაპარაკობთ ამ solution-ის უპირატესობებზე და ხშირ შემთხვევაში ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ ძალიან საინტერესოა ხოლმე ინვესტორისთვის ეს unfair advantage რაც აქვს, ანუ უსამართლო უპირატესობები, როდესაც შენ ამბობ, რომ მე იმიტომ ვარ ეხლა აქ წინ სხვებთან მიმართებაში, რომ მე მაგალითად უკვე 3 სტრატეგიული კონტრაქტი მიდევს ამასთან და ქართულ ბაზარზე სხვა არც არის. ანუ შესაბამისად სხვა რომ შემოვიდეს მინიმუმ მე გავიგებ. ანუ ეგ ხო უკვე წყალებში უსამართლო უპირატესობა, ანუ სხვასთან მიმართებაში წინ ხარ, მაგრამ რეალურად ეგ ხო შენი რეალობაა. აი წარმოიდგინე educational პლატფორმას იწყებ და შენ ამბობ, რომ მე ვარ სტუდენტი და უკვე უნივერსიტეტთან პარტნიორობა მაქვს. იმიტომ რომ აქაურს უნივერსიტეტის რაღაც აქსელერატორში გავიმარჯვე და უნივერსიტეტი მაძლევს ხარდაჭერას და რაღაცა პერიოდში ექსკლუზიური უთავესაც კი მაქვს. უკვე რაღაცა მხრივ ძალიან წინ ხარ ხო სხვებთან შედარებით. ეგეთი რამე თუ გაქვს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და ეგ უნდა ასახო და პროდუქტის დეტალები, აქ შეიძლება იყოს სკრინები, ან დემო თუ გაქვთ, პროტოტიპი თუ გაქვთ, ან რამეთი თუ გატესტეთ ეგ რაღაცები შეიძლება იყოს თუნდაც პროტოტიპი, რომ აი მე Facebook-ზე უკვე გავაერთიანი ამდენი მეგობარი და ნახე პატარა რაღაც ვიდეოსავით იყოს, რომ ჩაისკროლა და იქ ბევრი პოსტია და იქ ანალიტიკა რომ 1000 iterაცია მაქვს, ის მაქვს რა. აი ამ ნაწილში თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იცოდეთ, რომ ეს solution-ი, რასაც წარადგენთ, არის გამოწვეული რაღაცა პრობლემით. პრობლემა თუ არ გაქვს კარგად გააზრებული და გადაცემული, შენი იდეა ხშირ შემთხვევაში შეიძლება უტოპიურადაც ჩანეს, რომ საჭიროა თუ არ არის საჭირო. ამიტომ პრობლემა და solution. და მე თუ ვიცით, რომ საინტერესოა, ანუ ვიცით, რომ ეს პრობლემა არსებობს, ვიცით, რომ ეს იდეაც უკვე მოფიქრებული გაქვთ, პროტოტიპიც გაქვთ, ასე შემდეგ, ფულს რაში შოულობთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ესეთი 5 კომპონენტი. ერთი არის traction-ი, აქამდე როგორ მოხვედით, რამე ციფრები ხო არ გაქვთ, რამე ზრდა ხო არ გაქვთ, რამე დასამტკიცებელი რომ ბიჭო, ვალიდურია რა, ნახე ეს გავტესტე და აი ეს გააკეთა. ჯერ ბლოგი გავაკეთე და ამდენი მნახველი მაქვს. მე რიგ subscription-ი ჩავსვი და ამდენი subscriber-ი მყავს. მე ეს გავაკეთე და ეს მოხდა. ეხლა შენ ფულს იმიტომ ვითხოვ, რომ მივხვდი ხო, ანუ რამე აქამდე გაგიკეთებია თუ არა, თქვენ ეხლა რაღაცა ეხლა იწყებთ ამ იდეებს ეს რაღაც შეიძლება არ ქონდეთ ჯერ გაკეთებული, მაგრამ თქვენ გაქვთ ხო რაღაცა events რო აკეთებთ, ანუ თუნდაც ეგეთი event-ი რო აი სატესტო event-ი გავაკეთეთ და ამდენი გამოხმაურება ქონდა, უკვე რაღაცა მხრივ შენ ამტკიცებ ამითი, რატო აკეთებ? რაღაცა ის ხო გაქვს ვარაუდი, რომ თუ ამ ხალხს ესე ამ event-ზე ამდენი ხალხი მოვიდა, ესე იგი შემდეგ event-ზე ის უნდა მოხდეს, ან ეს უნდა გადავიტანო პლატფორმაზე. იგივე უნდა ახსნა იქაც. ალბათ ეს რო გაკეთებული გაქვს უკვე მაშინ არის, ხო? მარკეტის შემთხვევაში აქ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სეგმენტი წესით აქვე ჩანს ხოლმე ამ პრობლემის ვალიდაციის დროს პრობლემა ამას აწუხებს ეს არის პრობლემა. და მარკეტზე არის უფრო ციფრები. რომ რა არის ზოგადად ხელმისაწვდომი ბაზარი? სტუდენტებზე თუ ლაპარაკობთ, თქვენ ვიტყოდით, რომ საქართველოში სტუდენტები არის 120,000 ადამიანი, თუ 130,000 ადამიანი. მაგრამ მე ამბობ, რომ თქვენთვის სამიზნე რაც არის და ჩამოდიხართ ესე იერარქიით და ამბობ, რომ ეს არის, მაგრამ რაღაც თბილისზე ვლაპარაკობთ, ესე იგი 80,000-ია ჩემთვის ხელმისაწვდომი ამ კონკრეტულ პერიოდში, ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ამ ინვესტიციას რო იღებ ხო რაღაც პროექტი უნდა განახორციელო, აი ამ კონკრეტულ მოკლევადიანში და ტარგეტი რაც არის 6 თვეში გავიდე 10,000 სტუდენტს. და უკვე ადამიანმა იცის რომ 130,000-დან 10,000-ზე უნდა გახვიდე 6 თვეში, ესე იგი რაღაც 10%-იც არა 8%-ია და საინტერესოა და უფრო რეალურია, ხო? ანუ პირდაპირ ვამბობ, რომ 6 თვეში 50% ავიღო ბაზრის, ეგრევე არა რეალურია და ეს რო ჩანდეს. ერთი რო ჩანდეს, რამდენად რეალური ხარ და მეორე რო ჩანდეს, რამდენად ბაზარი საინტერესოა. შენ თუ ეხა 10,000 მომხმარებლით 10,000 ლარ შოულობ, 100,000 თუ არის ამის მაქსიმუმი, შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ ხო არ გადავთ, არ არის რა საინტერესო ჩემს სიტყვაზე.
კონკურენტები ვინ არიან, ბიზნეს მოდელი რა არის, ინვესტმენტს რასაც მოითხოვთ, იმ ყველაფერში რას იღებთ, ხო? ანუ რას იღებთ რა იყო, რასაც ითხოვთ, რას აკეთებთ. მე მაგალითად გირჩევთ, რომ თქვენი იდეები, ბევრი ზოგიერთი, უпроსოდ არა ბევრი არის ისეთი, რომელიც არ ჯდება იმ ბიუჯეტში, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? ანუ ბევრად მეტი გჭირდებათ, რომ სრულყოფილი პროდუქტი გააკეთოთ. ჯობია, რომ თქვათ რაღაცა მომენტში, რომ პირობითად აი solution-შიც თქვათ, რომ MVP ეს არის და სიტყვიერად თქვით, რომ საბოლოო ჯამში მივიდივართ იქით, მაგრამ სლაიდზე მხოლოდ MVP, რასაც ამ 10000 სლაში აკეთეთ თუ გაიმარჯვეთ, მაგრამ საით მიდიხართ ეგ ჩანდეს, ან ვიზუალურადაც შეგიძლიათ დააწყოთ roadmap-ი, რომ ეხლა ეს მე იქ მივიდივართ, მოსულა, მაგალითებში გაჩვენებთ ეგეთი რაღაცები როგორ კეთდება და ბოლოს ინვესტმენტში შეიძლება თქვათ, რომ უნდა თქვათ, რომ რაღაც უნივერსიტეტის აქსელერაციაში ხართ და მაქსიმუმი არის 10000 ლარი სიტყვაზე თქვით, რომ 10000 რაც დამტკიცებულია, მაგრამ ხო შეიძლება რომ ინვესტორი იმდენად დაინტერესდეს, რომ უფრო გამოყვეს. ამიტომ თქვით, რომ 10000 ლარი გჭირდება ამისთვის 30% რომ მარკეტინგში, 70% რომ პროდუქტში, მეტი ხარჯი ახლა არ გვაქვს, არც ხელფასი, არც რაღაც. მაგრამ ჯამში და შემდეგი 6 თვის განმავლობაში ჩვენ სხვა წყაროდან უნდა მოვიძიოთ და გვაქვს რაღაცა ხედვები როგორ უნდა მოვიძიოთ სიტყვაზე $50000, $20000. თქვით ეგ და ეს $20000 არ არის ბოლო. ხო, სტარტაპის მუღამი ხო ეგ არის, რომ უნდა აიღოთ ბევრი დაფინანსება, სერია B და ასე შემდეგ უნდა წახვიდეთ. ეს არის angel investor-ისგან აღებული თანხა, რომელიც მე seed investment-ზე უნდა გადაიყვან და ცოტა დიდი თანხა უნდა იყოს და ეს ნაბიჯები გასავლელი გაქვთ, ხო? ამიტომ investment-ში ჯობია, რომ ეგ სლაიდი ქონდეთ, რომ 10000-ად ამას ვაკეთებ და შემდეგ რაღაც პერიოდში აუცილებლად მაქვს სასაწევი $20,000-25,000. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ 10000-ად უკვე ისეთ პროდუქტს უშვებთ, რომ თვითკბარი იქნება რაღაცა პერიოდი, შეიძლება აღარ გააკეთოთ ეგეთი აქცენტი. ხო? და ბოლოს დახურვის დროს ასევე კეთდება elevator pitch-ის დროს, ანუ გახსნის დროს ძირითადი წინადადების გადამღერება და აქ თუ ამბობ 30 წამში რომ მე ამის გაკეთებას ვაპირებ, ბოლოს ამბობ, რომ ზუსტად ჩვენ ამისთვის ვართ, რომ ეს პრობლემა მოგრა. რაღაცა ემოციური დახურვა უნდა იყოს და მზად ვარ კითხვებისთვის და შემდგომი თანამშრომლობისთვის და იხურება პრეზენტაც 5 წუთში ეტევა ეს ყველაფერი რა. სწრაფად გადაურბენ თითოეულ თემებს, მაგალითად რა არის ეს საკითხები, ხო? ანუ პირველი რაც არის ის, რომ თქვენ თან ამ ეპოქაში, როდესაც AI შეგიძლიათ გააკეთებინოთ ძალიან მარტივად რაღაცები, წარმოუდგენელი მგონია, რომ ლოგოს გარეშე გამოხვიდეთ, იდენტობის გარეშე, ხო? ანუ რაღაცა სახელი უკვე უნდა მოფიქრებული ქონდეს, რაღაცა მარტივი ლოგო უნდა ქონდეს და საჭიროა ეს იმისთვის, რომ ადამიანს თუნდაც პრეზენტაციას რო დაიწყებს, იქ რაღაცა ვიზუალი უნდა ქონდეს, ხო? ფერი არჩეული და ასე შემდეგ. ჩვენ ბრენდინგზე და მარკეტინგზე გვექნება ერთი სესია უეჭველი, ფინანსებზე დაგვჭა კიდევ სესია, წარმატების მეტრიკებზე დაგვჭა სესია, რასაც მენეჯმენტში ვიყენებთ ხოლმე, მიზნების დასახვა და მე იმის კონტროლი და როდესაც მე პრეზენტაციაში დახვეწავთ რა. ეხლა იმიტომ ვაკეთებთ ცოტა ადრე ამ ბიზნეს ფიჩინგს, რომ უკვე დაიწყოთ სესიის მომზადება. და მე ნელა ამ სლაიდებს დავხვეწავთ. შემდეგ რა არის გამხსნელი განაცხადი? გამხსნელი განაცხადი არის ის, რომ რამოდენიმე წამში რო ამბობ, რომ სურსათის მიწოდების რევოლუციური 2.0 ვერსია. რა მორჩა. იმიტომ რომ იცი რომ სურსათის მიწოდება არის სტანდარტული რაღაცა გზა და შენ ამბობ, რომ 2.0 ვერსია ტექნოლოგიებში იცით, რომ ერთი ვერსია კი არ არის 2.0 ვერსია, ანუ რაღაც ახალ ლეველზე აყავს, ხო? ანუ უკვე თემა. რაღაც აი 60 წინადადებაში ითქვა ვინ ხარ. და გავიგეთ. ეგ არის სლაიდზე ხშირ შემთხვევაში პირველივე სლაიდზე წერია ხოლმე ის რამოდენიმე სიტყვა. სამიზნე ბაზარზე ვამბობთ ბევრჯერ გვისაუბრია და ციფრით და ისე და მახასიათებელი რომელიც ამას განაპირობებს, რომ ზუსტად გაიაზროს, პრობლემის განაცხადიც ფორმულა ვისწავლეთ, გახსოვთ? ეს არ უნდა იყოს რაღაც ბლა 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 ბლა, არ უნდა იყოს ის ფორმულა, რომ ამ სეგმენტს ეს აწუხებს, იმიტომ რომ და რაღაცაზე გავდივართ, ხო? ეს პრეზენტაციები ატვირთული გაქვთ. გადაწყვეტის გზა ცოტა თავისუფლები ხართ აქ. ოღონდ კონკრეტულები უნდა იყოთ რა. მე ესეთ იმას არა web solution-ი, რომელიც ამას და ამას აგვარებს და ანუ ცოტა მანდაც მოკეთ სლაიდზე ძალიან ცოტა ტექსტი უნდა იყოს, ეგ ფაქტია. შესაბამისად, როცა ცოტა ტექსტი უნდა ახსნა შენი solution-ი, გიწევს რამოდენიმე სიტყვაში თამაში. და ნუ მე საუბრის დროს როგორც გინდა ისე აღწერ. ბიზნეს მოდელზე ყველაზე კრიტიკული რაც არის ხოლმე, ბიზნეს მოდელი ჩვენ კანვას მეთოდოლოგიით ვისწავლეთ. ყველა კომპონენტი კი არ უნდა გადმოიტანო. აქ უნდა იცოდე თავარი რას ყიდი
და რაშიც იღებ ფულს. თორე ისე პარტნიორები ისინი მეყოლებიან, რესურსიას ჭირდება და რაღაც მაგებს არ ყვებით. ეგ არის თქვენი სააზროვნო მეთოდოლოგია, რომ იმუშაოთ ხოლმე, თორე ეს ყველაფერი გადაითარგმნოს იმაში, რომ ჩემი პლატფორმა არის freemium მოდელით, რომელიც დაახლოებით მე-13 თვიდან ადამიანს გადაახტევინებს per user, რავი, $9 პირობითად $15. აი ეგ გუნდა ჩანდეს, რომ იმიტომ რომ მიიღოს სტომა მეტი მოცულობა ან რაღაცა ან მონაც კონტაქტებზე წვომა და ასე შემდეგ. რასაც ყიდით, რაშიც იღებთ თანხას. კონკურენტებზე მატრიცებს გაჩვენებთ, როგორც კეთდება ხოლმე, სადაც რამოდენიმე კონკურენტი უნდა იყოს, რამოდენიმე უპირატესობა უნდა იყოს და შენ რეებს აკმაყოფილებ, ისინი რეებს აკმაყოფილებენ და ზუსტად უნდა ჩადეს, რატო? იმიტომ რომ ვიზუალურად ხშირად არის ხოლმე მე კონკურენტი არ მყავს, ტყუილია. რატო? იმიტომ რომ კონკურენტი არსებობს ირიბი ან პირდაპირი და შესაბამისად პირდაპირ თუ არ ყავს ამ ბაზარზე ირიბი მაინც ყავს, იმიტომ იმ მომხმარებელს ეს პრობლემა თუ აქვს, რაღაცით იგوارებს. თუ არ იგوارებს, ესე იგი არც ისეთი საჭირო არ ყოფილიყარ. ან თუ მას იმის გარეშე ცხოვრება შეუძლია, ოღონდ ეგაც მეორე ის არის. ბაზარი თუ შენი გამოსაჩენია, აღსაზრდელია, მაშინ შეიძლება კაი ინოვაციური იდეა გიჭირავს, მაგრამ იცოდე რომ ეგეთ სფეროებში პირველი ადამიანი ხშირად ვერ იმარჯვებს. ანუ მე-3, მე-4, მე-5 პირველობა ეგეთ დროს არ არის აუცილებლად კარგი. იმიტომ ის წვალობს ბაზარს ზრდის და მე შეიძლება მზა ბაზარზე ვიღაცა შემოვარდეს ცოტა უფრო ფულიანი და იმან გაჯობოს უკეთესი პროდუქტით და შენ ვაფშე რამდენიმე წელიწადში გაქრეკილებს ბაზრიდან. ასე რომ თუ ამბობთ რომ ეგეთი უნიკალური იდეა გაქვთ, იცოდეთ რომ 10,000 ლარად, რავი, გასაკეთებთ, ხო? ბაზარიც კი გასაზრდელია. ანუ უნდა დაუმტკიცოთ ეს პროდუქტი, მაგრამ ამიტომ კონკურენტები ხშირ შემთხვევაში თქვენთვის სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ამდენი კონკურენტია და კარგად მაქვს შესწავლილი, აი ეს არის მათი მინუსი და მე ამ მინუსს კაკას გამოვიყენებ ჩემს შესაძლებლად. ეგ უნდა ჩანდეს. პროგრესი, რაზეც ვისაუბროთ, ციფრები და რაღაცა ზრდა აჩვენეთ ნებისმიერი გზით. ანუ ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ შენთან კი არ რისკავს. შენ პროგრესში დროზე უნდა შემოვიდეს, რომ უფრო იაფად, უფრო მეტი წილი აიღოს. თორე თუ დაინახა, რომ პროგრესი კარგად მიდის, კარგად ვითარდება, ხო? აი მოდი 6 თვეში ინვესტორების მუღამი ეგ არის, რომ ტიპები იწყებენ ხოლმე ძალიან ბევრი ეგრე აკეთებს, რომ იწყებს ლაპარაკს. აი ამ ლაპარაკში ისეთ ინფორმაციებს გეუბნები, აუ ეგ ცოტა რისკია და მოდი აბა გატესტე და აი ამ ლაპარაკში შეიძლება 6 თვე გაგიწელოს. ერთ დღეში არ იხურება ხოლმე რა, ანუ კარგი ინვესტორთან და დიდ თანხაზე როცა ლაპარაკობ. გემუშავება და ამ პერიოდში რაც უნდა იმ ყველაფერს ინფორმაციას იღებს და ბოლოს შეიძლება გითხრას რომ აი ხო, აი ფაქტია რომ ვერ ვითარდებით. პირდაპირ თანხას ესე არავინ არ იძლევა ხოლმე. თუ ეს რამე კონკურსი არ არის და წესები არის, რომ თუ მოიგე, თანხას იღებ. ამიტომ ის angel investment-ის ეტაპი და seed investment-ი ხშირ შემთხვევაში გრანტებით მაგიტო გადის და კონკურსებით მაგიტო გადის, რომ უფრო მარტივია რა, რომ იქ რაღაცა თანხას იღებ, აკეთებ ამ MVP-ს, პროგრესი უნდა დადო და მერე გილაპარაკებიან angel-ები არიან თუ სხვები, ხო? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ციფრებზე ვისაუბრეთ, ოღონდ ამ შემთხვევაში არის, რომ რამდენ ხანში გადიხართ break-even-ზე ამ ფინანსებზე მე ვისაუბრებ და მე დავაზუსტოთ შენი მთავარი მაჩვენებლები რა არის და ერთ-ერთ სლაიდში მაქვს ეგ მოტანილი, რომ კარგად გაიაზროთ ეგ. რა სიტყვოთ? ვითხოვთ 10,000 ლარს, რომელსაც 30%-ს უშვებთ მარკეტინგში, 50%-ს უშვებთ სიტყვაზე პროდუქტის დეველოპმენტში და 20%-ს უშვებთ სიტყვაზე რაღაცა საოპერაციო საქმეებში, ხო? რაღაც პროცენტულად Excel-ს არავინ არ ითხოვს, ხელფასს რას ინიშნავ და არაფერი ეგ არ გჭირდება. პროდუქტის განვითარება, ბიზნესის განვითარება, ბრენდის განვითარებაში ნაკლებად, ოპერეიშენში მეტად, ხო? აი ამ 4-5 კომპონენტში ანაწილებ ხოლმე ძირითადად. გუნდზე ვისაუბრეთ და აქცენტი რაზეც კეთდება და გადახურვის განაცხადი. რეალურად ეს არის ყველაფერი პრეზენტაციას, რასაც აგიტვირთავთ, აი აქ ძალიან ბევრი მაგალითია. ორ მაგალითს ახლა გაჩვენებთ ვიდეოს ფარგლებში და მე ვიდეოს გავთიშავთ და რამოდენიმე პირად თუ სხვის მაგალითს გაჩვენებთ, რომელიც წესით დაგეხმარებათ, რომ კარგად გაიაზროთ რა. ეს არის მაგალითად Airbnb-ის თავის დროზე წარმოდგენილი პრეზენტაცია, რომელიც 2008-ში წარადგინა seed round-ზე. აი ეს არის ახლა ლოგო. ანუ მაგიტო გეუბნებით, რომ ლოგოს გარეშე არ არსებობს ესეთი ბანძიც რო ქონდეთ, უნდა ქონდეთ, ხო? ანუ არავინ არ მოგზდევთ და არასდროს არ ჩათვალოთ, რომ აუ ეხა თუ კაი ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ რა.
ყოველთვის შეგიძლიათ ამ ფულს იშოვით და მერე შეცვლით. პროდუქტს დაიწყებთ და მერე შეცვლით. ეგ არის ახლა აქ. ეხლა ნახეთ 12 სლაიდი აქვს. მეორე რაც წამოვიდა, თავარი პრობლემა. პრობლემა არის ფასი, რაც თქვით, რომ იმ სასტუმროებში რაღაცა ძვირი გამოდის, სასტუმროები ყოველთვის არის disconnected ადგილობრივ კულტურისგან და მესამე არის, რომ პირდაპირ ეს ჰოსტები რო იპონო ლოკალები, პრობლემაა დღეს, მარტივი არ არის, შესაბამისად ვინმეს თუ ეგ გააზრებული აქვს, ესე მარტივად ვერ პოულობ. ანუ სამი პრობლემა აქვს. ბულითები გამოდის, რომ ბულითებად არის, მაგრამ სამივე ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთ მომენტში მოსულა, რომ სამი რაღაცა გამოიტანოთ რა. Solution-ში პირდაპირ ამას ვებ პლატფორმა, რასაც გეუბნებით, პირდაპირ ვებ პლატფორმა უწერია, ეგ არის მაგის solution-ი, რაღაცა bla რაღაცები გამოუშვა და რომელიც მოგზაურებს აძლევს, რომ თანხა დაზოგოს, ფული გამოიმუშაოს უკვე ჰოსტმა და კულტურის შეერინგი მოხდეს ორივესთვის. ანუ ერთ მხარეს რომ თანხა დაზოგო, მეორე მხარეს რომ ფული გამოიმუშაოს და ორივე მხარე რომ მე გერმანელს გავიცნობ და ის ქართველს გაიცნობს და მე მწვად შეუწევ და ის რაღაცას ჩამომიტანს და ცოდნას გავაზიარებთ და კულტურას გავაზიარებთ, ხო? ეს არის ის, რასაც ვამბობთ, რომ აი დიდად ციფრები და მარკეტის ვალიდაციაზე აქვს შემოტანილი, რომ ამ შემთხვევაში ამდენი ჰაუსინგ რაღაცა ხდება couchsurfing-ის პლატფორმაზე, ანუ რაღაცა ირიბ კონკურენტთან, ის მაინც უფასო და ცოტა სხვანაირი გაზიარების ამბავია და იქ ამდენი ხდება და მით უმეტეს სტანდარტულ მოგზაურობისას უფრო მეტი იქნება და სხვადასხვა Craigslist-ი არის იმათი MyMarket-ის მსგავსი. ანუ იმათი მონაცემები აქვს აღებული, რომელიც Craigslist-თანაც მეტნაკლებად ირიბად კონკურენციაში შედის და იქიდან ამოიღო. აი Craigslist-ზე არის ამდენი გაქირავების განცხადება, ესე იგი ჩემთვის ეს არის, ხო? თავიდან ეგ დაიწყო სოციალური იდეით, რომ გავაზიაროთ, ბიზნეს მოდელი აქვს თუ არა, არ ვიცი, შეიძლება ეგრეც იყოს, ანუ არ ნიშნავს, რომ ყველა ეგეთ პლატფორმა შეიძლება სოციალურ მეწარმეობას აწვევიან და სოციალურ მეწარმეობის შემთხვევაში დონაცია ან რაღაცა ქონდეს შემოტანილი, რომ ტექ სტარტაპის ლოგიკით, რომ ბევრი ფული ვიშოვე, შეიძლება არ იყოს ჩადებული, მაგრამ სავარაუდოდ იქნება დონაცია, სავარაუდოდ იქნება რაღაცა პრემიუმ ტიპის ან რაღაცა ბუკინგის შემდეგ შეიძლება იყოს ფრიმიუმის პონჩი, რომ ამდენი დაჯავშნდა და ამის შემდეგ რაღაც თანხა გადაიხადეს, ან subscription-ით, ან რაღაცით. შეიძლება რაღაცა ლოგიკებით ფასიანადაც ქირავდება და იქიდან იღებ რაღაც. ანუ ყველა ვარიანტი ექნება, ზუსტად არ ჩამიხედავს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამდენი წელი ეს პლატფორმები მხოლოდ დონაციით არსებობდნენ რა. აი, ეს არის ის ძირითადი რაღაცები. ნახე, ზოგადი ციფრი რა არის, ჩამოვედით და ჩემთვის საინტერესო რა არის. ხო, ანუ total addressable market-ი არის, რომ აი მილიარდ რაღაც 2 მილიარდი არის ამ სფეროში, მე ჩამოვიდი, რომ აი კონკრეტულად ესეთი ხასიათით ამდენია და ამ ხასიათით, რომელიც ჩემთან მისაღებია, ამის 10%-ს ავიღებ და გამოდივარ უკვე 10 მილიონზე. ეს არის პროდუქტი, რომ ნახე, ლისტინგი, დეტალები, ბუკინგი. ანუ ორი სლაიდი აქვს, შენ შეგიძლია რაღაც მომენტში ეს 3 სლაიდად აქცია თუ კრიტიკულად სათქმელია, რომ აქ ნახე რა ინოვაციები მაქვს, აქ რა ინოვაციებს, თუ არ დაგებ მარტივად რა, მოძებნე, დაათვალიერე, დაბუქე. ანუ და არა ის, რომ რეგისტრაცია მაქვს, ბარათით გადახდა, ვიზღა უკვირს. თავი არის how it works გაიგოს ადამიანმა, ხო? აქ არის უკვე ბიზნეს მოდელი, რომ თუ 10 მილიონია ჩემი target market-ი, პირველი ლოგიკა, ანუ თითოეულ booking-ზე საშუალოდ $20 ავიღებ, შესაბამისად აი ამ წლებში მე 200 მილიონს ავიღებ. 2008-დან 3 წლის განმავლობაში ამდენს ველოდები. ჩემი ბიზნეს მოდელი, ნახეთ, ჩემი ბიზნეს მოდელი რა არის, რომ $20 ვახტევინებ booking-ზე. უკვე ჩანს, რომ ესე იგი booking-ის წილში უჯდები, ესე იგი value რაც უნდა შევთავაზო არის, რომ დიდი listing-ი უნდა მოგცე, რომ აგარ შევინო და დაბუქო. ყველაფერი ჩანს ამ ერთ რაღაცაში. ეს წამოვიდა ბაზრის ვალიდაციიდან, რომ ის 2 მილიარდიდან ჩემი სეგმენტი 100 მილიონი არისო და კონკრეტულად მე რასაც ვაპირებო და აი ჩემ ხასიათში ჯდებოდა culture sharing-ი არისო 10 მილიონია და პირდაპირ ამას რომ ამ 10 მილიონი ბუკინგიდან მე რო თითოეულს $20 გადავახტევინო, ამდენს ავიღებ. ეს არის კონკურენტების ამბავი. უბრალოდ market adoption-ი როგორ შევდივარ და ვიპარტნიორებ ამასთან, Craigslist გადამოვიტან აქეთ, რაღაცა ეგეთ რჩევები აქვს, იმიტომ Craigslist-ი ძალიან ცნობილი პლატფორმა და მე რო ჩემი ისენი რა ქვია, სურათები ჩემი პლატფორმიდან იგდავდო ავტომატურად გადმოვლენ რომ რაღაცა საინტერესო პლატფორმაა და მოძებნით და ასე შემდეგ. ეს არის კონკურენტები, სადაც ამბობს რომ 4 მიმართულება აქვს და მაგალითად ამბობს რომ ონლაინ და სიტყვაზე ძვირები აქ არის, ონლაინ და რაღაცა იქ არის, IAP და რაღაცა აქ არის, არა ოფლაინ აქ არის და ესეთი ხასიათია გამოტანილი. კონკურენტული უპირატესობები არის, რომ პირველი ვიქნები ბაზარზე,
აქ სადღაცაც დიზაინი და ბრენდი, იმიტომ რომ ფოტოგრაფები ყავდათ ამათ, მარტივი გამოყენება, პროფილები და მოკლედ ერთხელ რომ დალისტავ მე დიდი ხანი იმაშები და თითო იუზერს რო შევიძენ, მოკლედ ამას ესეთი წარმოდგენა აქვს რა. ეს მეტი არაფერი აქვს და დამთავრებულია აქ ამბავი. ცოტა მეტი სლაიდი თანხაზე რაღაცას შეიძლებოდა. აქ არის Dropbox-ზე, სადაც სიმახინჯეზე რომ ლაპარაკობდით, ეს არის, მაგრამ კაი სურათია, რომ ეს რაღაცები შენახვა საშინელ სიტუაციას, აგერ ბულითები აქვს, არაფერი განსაკუთრებული, როგორ მუშაობს დღეს ხალხი, perfect როგორ არის ხალხი ქართულად. იდეალურ სამყაროში როგორ იმუშავებ და Dropbox-ი რას გთავაზობს, დემო ეს არის, ნახე რა მახინჯი დემო აქვს, მაგრამ მაშინდელი ეს სასწაული იყო და აი გარის თელი მუღამი რომ აი ესე შემოიტანო. რატო ვაპირებთ ეხა, იმიტომ რომ უკვე ჩაერთო ბევრი მოწყობილობა, ეს არის ჩემი კონკურენტული უპირატესობა, მე ეს მატრიცა უფრო მომწონს, როდესაც ვამბობ Dropbox-ი არსებობს, ეს არსებობს, ეს არსებობს, ეს არსებობს და სინკი ამას და ამას აქვს, ამას არ აქვს, ესე იგი ორს უკვე რაღაცა პონჩი ჯობი ვარ, ბექაპი ამ ორს არ აქვს, მაგრამ მეც მექნება და აი რაღაცა ლოგიკებით აქეთ წითლები უნდა ჩანდეს. და აქეთ არც იმას ანიშნავს, რომ ყველა მწვანე უნდა ჩანდეს, მაგრამ ლოგიკურად შეხო შენ თავს აპიარებ და რაღაცა კრიტიკული მახასიათებლები, რომელზეც შენ ფოკუსი გააკეთე, რომელიც შენ გააქვს, იმათ არ აქვს, ეგ უნდა გამოიტანო აქ. თუ ეგ ანიშნავს, რომ ერთადერთი პარამეტრები ეს არის, უბრალოდ შენ უნდა გჯეროდეს და გწამდეს და უნდა ამტკიცებდე, რომ თუ მე ეს ყველაფერი მაქვს და ამათ ყველაფერი არ აქვს, ეს ჩემ პირველობას განაპირობებს. შეიძლება 2-3-ითაც კი თქვა, რომ ეს მე არ მაქვს, ეს მე არ მაქვს, მაგრამ სინკი და ბექაპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი შიარი არც ერთს არ აქვს, всё, უკვე ამაში ვიგებ. საბოლოო ჯამში Dropbox-ი იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი, რომელმაც შეძლო და დაამტკიცა ეს ბიზნეს მოდელი, როგორც კი დაამტკიცა და რაღაცა ბევრი მომხმარებელი აკრიფა, მერე Google-მა და Microsoft-მა ჩაკლაპა, დღეს რაღაცა ნიშური ის უჭირავს, მაგრამ ხო რაღაცა გააკეთა და ხო მაგარი ფული იშოვა და ხო გამდიდრდა co-founder-ები და ასე შემდეგ და ხო ბაზარი შეცვალა, ჩვენი კეთილდღეობაც ხო მათზე იყო დამოკიდებული. მერე ბევრი რაღაცები მოდის აქეთ, არაფერი. აი გუნდი ესეთი არ გააკეთოთ არასდროს. მაგრამ ნუ მაგ ეპოქაში ხო ხდებით 2008-ში და მე Facebook-ი არ იყო თუ როდის იყო Facebook-ი რო შეგანო. წარმოიდგინეთ სხვა სამყაროა, პრეზენტაციების ვიზუალიზაცია და რაღაცები არ არის ისეთ დახვეწილი და ესეთი სურათის დადებაც კი ოკეი არის რა. და მაგრამ მეორე მხრივ შეხედეთ CEO და აქვე უწერია ვის რა გამოცდილება აქვს, MIT-ის რაღაცა რომ აქვს დამთავრებული და დავწერო და გინდა ესეთი სურათი დავდე და გინდა რაღაცა, ხო? ანუ უკვე სხვა შესაძლოა მე არქეოლოგია მაქვს დამთავრებული და რო დავდო ტექნოლოგიურ სტარტაპის წარდგენაზე, როგორ თხრიდი იქ რაღაცებს, არავინ არ დამაფინანსებს. ამიტომ რაღაცა თემატური თუ არის, ყველაფერი მოსულა რა. კაი, ეს არის ძირითადი და თქვენ რო გადახვიდეთ იმ პრეზენტაციის ბოლოში, ბევრი მაგალითია. ოღონდ ამაზე არ კონცენტრირდეთ რა, ნახეთ ისტორიულად როგორ მოდიოდა და მოძებნეთ ცოტა უფრო ლამაზი და გემრიელი პრეზენტაციები, რომ თვალი ჭამს, თვალი სვავსო. ხო გსმენიათ? შუმერული გამოთქმა, ეგენი ამბობდნენ ჯერ კიდევ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგ ყველაფერი ლამაზად გქონდეს.